ტრამპმა ახალი მისი სამიზნე დაასახელა, ეს არის კუბა, დაიწყო შემზადების პროცესი, უბრალოდ მისი გაპრეზიდენტებიდან და მათ შემდეგ რაც მარკო რუბიო დაწინაურდა თეთრ სახლში, ხშირად ისმის კუბაზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირების ღიერ მესიჯები, რომ კუბა უნდა გათავისუფლდეს, მოკლედ როგორც ხდებოდა იგივე ვენესუელისთან ან ირანთან მიმართებით, უბრალოდ კუბა კიდევ უფრო ახლოს არის ამერიკის გეოპოლიტიკურ ბიზნესში და მრავალი პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, ეხლა არ ჩამოვთვლი, ცდილობდა რომ შეიცვალა იქ რეჟიმი, ყველაზე განხმაურებული ეს არის ღორების ყურის ამბავი, როდესაც მაშინ კუბა მოახერხა და გაანეიტრალა ამერიკული სამხედრო ნაწილები, რომლებიც ცდილობდნენ დესანტირებას კუბაზე და შემდეგ უკვე ხელისუფლების სრულებას. ეხლა ამჟამად რამდენად წარმატებული იქნება ეს არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ავიამზიდი უკვე შევიდა კარიბის ზღვაში, ამერიკული ავიამზიდი და სამყარო მოერის, რომ ესე იგი ინტერვენცია ამერიკელთა მხრიდან დაიწყება, მით უფრო იმ ფონზე, რომ წარუმატებელი ირანული კამპანიის შემდგომ ტრამპს გამარჯვება სჭირდება და შესაძლოა კუბის ესე იგი ოპერაცია, წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში შუალედურ არჩევნებში ეს გამარჯვებულის მანტია მას დაეხმაროს და ესე იგი მრავალი ამერიკელი პრეზიდენტის და ამერიკული ისტაბლიშმენტის ეგრეთ წოდებული ოცნება ტრამპა აღასრულოს დიადი მისია და ამით რა თქმა უნდა მისი ადმინისტრაცია და პოლიტიკური ბლოკი აუცილებლად იხეირებს. რა შედეგი დასრულება ეს ჩვენ არ ვიცით, აქ ხაზგასასმელია ისიც რომ კუბის ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ წარმოადგენს ეხლა კასტროების ოჯახს ასე თუ ისე და ის მტკიცე ხელი იქ ნამდვილად აღარ არის და შესაძლოა არსებული კორუფციული სისტემა იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი იმისა, რომ ამერიკული სამხედრო ინტერვენცია ან რაიმე სპეცოპერაცია წარმატებული აღმოჩნდეს.